Привет! Привет! Мы продолжаем наше путешествие по образовательным профессиональным колледжам Грузии. И сегодня мы в колледже Ахалиталга. Мы будем изучать некоторые профессии, такие как резьба по дереву, садоводство и некоторые еще. Также сейчас, с 22 апреля по 16 мая, проходит регистрация на программу профессионального образования, которую вы можете пройти онлайн на сайте vet.emis.g и прийти в сам колледж и сдать просто документы. Да, сегодня, кстати, первый день, и тут уже образовалась очередь из желающих поступить, поэтому достаточно востребованы эти колледжи. Место, да. Вообще сейчас очень узнаем, интересно, что здесь изучают. Сейчас мы пойдем к директору этого колледжа и узнаем про то, какие профессии более актуальны и в целом увеличивается ли количество студентов с каждым годом. Вот. Пойдемте с нами. Сейчас мы поговорим с директором колледжа Ахалиталга, которая расскажет нам о истории этого колледжа. Ирма Медвелидзе. Да, как мы знаем, это один из древнейших колледжей. Он основан еще в 1964 году. И то, что сейчас здесь одновременно учатся около 1200 студентов. ჩვენი კოლეჯი მართლაც ძალებს დაარსდა უკვე 60 წელი რაც არსებობს ბაზარზე. თავიდან აქ იყო პროფესიული სასწავლებელი, როგორც ყოფილიყო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ხოლო 2012 წელს კოლეჯმა მიიღო კოლეჯის სტატუსი, საზოგადოებრივი კოლეჯი ახალი ტალღა. კოლეჯი ავტორიზირებულია და ახორციელებს 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ჩვენს კოლეჯი მდებარეობს ქობულეთში, თუმცა გვაქვს ფილიალი მაღალმთიან აჭარაში, დაბა ხულოში, სადაც 6 პროგრამა ხორციელდება. ქობულეთში ძირითადად ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულების პროგრამებს. ეს არის ტურიზმის მიმართულების პროგრამები, ეს არის საამშენებლო მიმართულება, IT, სამედიცინო, ბიზნეს ადმინისტრების მიმართულება, აგრარული მიმართულება. კოლეჯში როგორც ძალიან 1200 სტუდენტი სწავლობს და ჩვენს კოლეჯში არის სწავლების სხვადასხვა მეთოდები და მიდგომები. გეტყვით, რომ გვაქვს სამი ტიპის სწავლება. ჩვეულებრივ მოდულურ სწავლებას ვეძახთ, როცა სტუდენტი ადგილზე სწავლობს პრაქტიკულ კომპონენტს, არის დუალური სწავლება, როცა სტუდენტი აგრეთვე ამავდროულად არის კომპანიის თანამშრომელი და იქ გადის კომპანიაში გადის პრაქტიკულ კომპონენტს და კოლეჯში სწავლობს თეორიას და გვაქვს ესეთი ინტეგრირებული სწავლება, როცა სტუდენტები გამოდიან მეცხრე კლასიდან, ანუ საბაზო განათლებით მოგმართავენ, ბოლობენ დიპლომს, რომელიც გათანაბრებულია სკოლის ატესტატთან. ანუ 3 წლის განმავლობაში პროფესიის მფლობელებიც არიან და სკოლის ატესტატის მფლობელებიც არიან. Какие из профессий, да, более востребованы и растет ли с каждым годом число абитуриентов? ყველა პროფესია, რასაც კოლეჯი ახორციელებს, არის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები. ჩვენ ვატარებთ ბაზრის კვლევებს, ასევე ვეყრდნობით ეკონომიკის სამეცნიეროს მიერ ჩატარებულ ბაზრის კვლევებს და აი ამ კვლევების საფუძველზე ვაკეთებთ პროგრამების დამატების პროცესს. თუმცა არის პროგრამები, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადია, თუმცა აბიტურიენტებისთვის ნაკლებად საინტერესოა და ასეთ პროგრამები ძირითადად საამშენებლო მიმართულების პროგრამები, იმიტომ რომ ახალგაზრდებს უფრო IT მიმართულება აინტერესებთ, უფრო აინტერესებთ ტურიზმი, სამედიცინო და ასე შემდეგ. ასევე აგრარულ მიმართულებას ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები, თუმცა აბიტურიენტებს მაინც ნაკლებად აინტერესებთ. რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებლებს, გეტყვით, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების უმრავლესი დასაქმებულია და შემდეგ ძალიან ბევრი კურსდამთავრებული მოგვიწევია პედაგოგათაც და წარმატებული კურსდამთავრებულები მოგვიწევია პედაგოგებათაც და ჩვენთან მუშაობენ ჩვენი კურსდამთავრებულებიც. ასევე გეტყვით, რომ ყოველ წელს ძალიან იზრდება მოთხოვნა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. დღეს რეგისტრაცია დაიწყო და ალბათ თქვენც ნახეთ, რომ უკვე რიგი იდგა დილით რეგისტრაციისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ პროფესიულ განათლებას ძალიან დიდი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანი პროფესიული განათლების მიწოდება და ჩვენ აი ზუსტად აი ამ სადარაჯოზე ვგევართ, რომ მოსახლეობას მიაწოდოთ პროფესიული განათლება. Мы еще знаем то, что в этом колледже есть общежитие, то есть и студенты из других городов могут приезжать и оставаться. И еще, насколько я знаю, есть студенты из Абхазии, и хотела узнать, какие профессии им интересны.
კი, სწორად გწოდნიათ, ჩვენ გვაქვს საერთო საცხოვრებელი, სადაც შეუძლია სტუდენტებს დარჩნენ და შესაბამისად მიიღონ პროფესიული განათლება. გეტყვით, რომ საერთო საცხოვრებელის მნიშვნელობა გამდინარე იქიდან ყველა მუნიციპალიტეტის სამინისტრო ცდილობს, რომ იყოს პროფესიული განათლების მიწოდება, თუმცა იმდენად მრავალფეროვანია ჩვენი კოლეჯი, არის თქვა ჩვენს მეზობელ რეგიონებში პროფესიული დაწესებულებები, თუმცა ასეთ მრავალფეროვნების შეთავაზება არ შეუძლიათ. ამიტომ მოთხოვნა ჩვენთან კოლეჯში გაცილებით მეტია, ვიდრე მეზობელი რეგიონების კოლეჯებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე კი ბატონო, ყავს დევნილები, სწავლობენ ჩვენთან, რამდენიმე სტუდენტი, ჩვენი მარგალიტები არიან ეს ადამიანები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყურადღება გამოიჩინოთ მათ მიმართ და ხელი შეუწყოთ სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას. ჩვენთან სწავლება უფასოა, მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო სწავლებას. გარდა პროფესიულ პროგრამებისა, ჩვენ გვაქვს ესე ქვია პროფესიული მომზადება და გადამზადების პროგრამები. ანუ ეს არის მოკლე ციკლის პროგრამები, სტუდენტს შეუძლია, მსმენელს შეუძლია 2 თვეში, 3 თვეში აითვისოს დიდი პროგრამის რაღაცა ნაწილი. მაგალითად, ჩვენ აფხაზეთიდან ყავდა ერთი ბიჭი, რომელსაც აინტერესებდა ბარის პროგრამა და გაიარა მოკლევადიანი მომზადების პროგრამა ბარის მიმართულებით და მიიღო სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ასეთ მოკლევადიან პროგრამებზე სწავლება უფასოა აფინანსებს სახელმწიფო. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. Мы познакомились с Магдой Шавишвили, это педагог по ландшафтному дизайну, и сейчас мы узнаем, как проходит эта программа, чем занимаются студенты и как сделать красивый сад у себя дома. პროგრამა არქიკადი, სადაც ვახორციელებთ პრაქტიკულ სამუშაოს, სადაც პროგრამაში კეთდება ჩვეულებრივად ნახაზის აგება და ეს პროცესი შემდეგ შეუძლიათ რომ გადმოიტანონ თქვათ ტერიტორიაზე, კონკრეტულ ტერიტორიაზე. ასევე არის ხატვა, ხაზვა, ვასწავლით დეკორატიულ მცენარეებს, თუ როგორ მოუაროთ დეკორატიულ მცენარეებს, როგორ გავახაროთ, როგორი ნიადაგი სჭირდება, როგორი სისტემატიკის არის და საკმაოდ საინტერესო ჯგუფები ყავს, საკმაოდ ასაკი შეზღუდული არ არის. ამავდროულად შემიძლია გითხრათ, ასაკი არ არის შეზღუდული. ყავს ასაკიანი ადამიანიც, ყავს ახალგაზრდა გოგო ბიჭებიც და საკმაოდ საინტერესოდ ვარ ჩართულები. ასევე გვაქვს სასწავლო ექსკურსიები, შეგვიძლია რომ მოვითხოვოთ, გვაქვს მემორანდუმები ბოტანიკურ ბაღთან და ესე ვთქვათ წარმომადგენლებთან, რომლებიც ემსახურებიან მცენარეებს და ესეც ამ სანერგეები და ესე შემდეგ. და გვაქვს ხელშეკრულებები, სადაც შეგვიძლია გავიდეთ და სასწავლო ექსკურსიებიც მოვაწყოთ, გავაკეთოთ, პრაქტიკაშიც შევხედოთ, უფრო მეტი გავიგოთ და ჩვენთან მოდიან ასევე გამოცდილები და ჩვენგან უფრო მეტი გამოცდილებით მიდიან სტუდენტები, საკმაოდ საინტერესო ჩვენი ბაღიც ჩვენი სტუდენტების გალამაზებული არის და ასე ვთქვათ, მოდიან სტუდენტები, რომლებიც ინფორმაციაცაც ცლით ერთმანეთში საკმაოდ საინტერესოს და სიამოვნებთ ერთმანეთის ინформაციებით და სიახლეების გაცნობით ერთმანეთზე. У студентов вырастает заинтересованность вот со временем к этой программе, насколько она актуальна? აქტუალური არის პროგრამა ბაღის დიზაინი, მაგრამ უფრო მეტი დაინტერესება გვინდა რომ გამოწვევთ, რომ ცოტა ქალაქი პატარა არის, მაგრამ როგორც ლანდშაფტური ხელოვნება, ბაღის дизайни, მებაღეობა საკმაოდ საინტერესო არის. Ბევრი არის დასაქმებული ამ კუთხით, მაგრამ არ იციან რას აკეთებენ. Большое спасибо, что рассказали, это было очень интересно. А сейчас мы узнаем, что там делает Нина, потому что она сейчас изучает другую программу, и сейчас мы пойдем к ней. Спасибо вам. Спасибо. Нас будет просвещать Милорд Дерулидзе. И первый мой вопрос, как проходит процесс обучения? მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენს კოლეჯში. ჩვენთან სწავლების პროცესია 14 თვე. გადიან რამოდენიმე მოდულს, ხაზვას, ხატვას, ფერწერას, კანდაკებას, საწყისებს, რა თქმა უნდა, და ავეჯის კონსტრუირებასა და აწყობას. სწავლების პროცესში არის სირთულეებიც, ძალიან მარტივი არ არის ხესთან მუშაობა, სპეციფიკური სამუშაო აქვს, არის კალკულაცია, თვითონ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ არის სტუდენტები, ვინც ძლებს ამას და აკეთებენ. Есть ли заинтересованность из года в год у студентов?
к этой аудитории? სასურველია უფრო მეტად იყოს რა, ხე გაპიარებული, იმიტომ ნაკლებია მაინც ხესთან მუშაობის პრაქტიკა ჩვენთან თანდათან ვარდება. აქედან გამომდინარე სასურველი არის იყოს მეტი. И есть еще такой стереотип, что в такой аудитории больше мужчин, но вот я вижу, что и есть девушки. И много ли девушек на курсе? ამ შემთხვევაში ორი გოგო გვაქვს კი. Окей. По окончанию этой мастерской, где ребята могут не обучаться, а работать? დასაქმების არეალი ფართოა, სიმართლე გითხრათ, დღევანდელ ბაზარზე შეზღუდვები არ არის. როგორც შეგიძლია კერძო მეწარმე გახდეთ, ინდი მეწარმე და მცირე მეწარმე, ასევე იყო დასაქმებული ნებისმიერ პატარა საამქროში. ასე რომ დასაქმების პრობლემა ჩვენთან არ არის. ეგეთ მუშახეთს ვითხოვენ და ჩვენ კადრები არ ყავს, იმდენი რომ ბაზარი შევასვით. Большое спасибо. Очень было интересно, очень тут у вас красиво. Сейчас мы найдем Милену и поделимся друг с другом. Наше путешествие по этому колледжу подошло к концу. Мы попробовали очень много профессий, поработали по дереву, попробовали выдирать сорняки, попробовали готовить. Какая тебе понравилась больше всего? Ну, мне, кстати, очень понравилось... По дереву? Да, по Да, мне дереву. тоже Это по дереву. такое успокаивающее занятие, вот, захотелось А попробовать. тебя там не было, кстати. А я успела попробовать. Окей, нормально. Вот так вот. Теперь мы вернемся и расскажем вам по завершению регистрации, сколько абитуриентов поступило, сколько вообще интересующих. Да, узнаем, какая профессия самая актуальная сейчас. Е-е-е. До встречи! Пока!